მოგესალმებით. Ვიწყებთ მორიგი ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. მე მისი წამყვანი ვარ გიორგი, ირაკლისთან და რეზისთან ერთად. რეზი დაგვიბრუნდა შვებულებიდან. მადლობა. ალბათ კადრზე ხვდებით, რომ ირაკლი არ დაბრუნებული კიდე შვებულებაშია. ხო, ისე ვართ ტელეფონით, ამაზე იმედი არ გაგვიბრაზდებით. აი, აკრობლიკია მაგაზეც ბოდიში. ირაკლისთან განსაკუთრებული ბოდიში, ალბათ რომ ტელევიზორში ირეკლავს განათებას, მაგრამ მეტი კუსტარულად ვეღარ შევცვალე, მე მაპატიეთ. გრიზლის აწყობილია ეს ყველაფერი, მაგრამ თავარია რომ საინტერესო რაღაცები ვთქვათ და სხვა რაღაცას არ აქვს მნიშვნელობაო, თავად ირაკლიმ თქვა. და თავარია ეს განათება თავში არ დაწყდა. რეზის ამბავი. კონკრეტულად მე. სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტი ვართ, მოკლედ შედეგს მიღმა. გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სადღაც აი აქ ქვევით არის subscribe ღილაკი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ მას დააკლიკოთ. ხო, ფეხბურთზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. წინა გადაცემაში რაღაცა პრევიუსავით გავაკეთეთ პრემიერ ლიგაზე და არა მხოლოდ პრემიერ ლიგაზე და ეხლა უკვე როდესაც დაწყებულია სეზონი პრემიერ ლიგის პირველი ტურის შესაჯამებლად მინდა რომ რეზის ვთხოვო პირველ რიგში რომ დაიწყოს თუ მოეწონა. სანამ პრემიერ ლიგაზე დავიწყოთ რა წინა გადაცემაში ლუის ხო უთხარით რომ სახელოსნო ბარი უნდა ვახსენოთ თქო. ეხლაც მოდი ვთქვათ რომ ლუი როგორ ხარ? მალე დაუბრუნდებით სახელოსნო ბარში. ხო, პრინციპში შემდეგი გადაცემიდან უკვე პირობას ვდებთ რომ ვიქნებით სახელოსნო ბარში და იქ ჩავწერთ გადაცემას არა ტელეფონით, არამედ კამერით და შემიძლია რომ დაუბრუნდე პრემიერ ლიგის. ნუ მნიშვნელოვანი საკითხი რადგან გავიარეთ პრემიერ ლიგასაც მივხვდით. დავიწყოთ რეზი. პირველ რიგში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რომ აი ეს 6 ტოპ 6 რაც ყავს პრემიერ ლიგაში, იმათზე დავიწყოთ და მოდი შენ რომელი გუნდის თამაშიც ყველაზე მეტად მოგეწონა, იმ გუნდით დაიწყე. მე მომეწონა Fulham City-ს. რა თქმა მე მომეწონა Sunderland-ი ყველაზე უფრო. ამიხარდა რომ არა, ნუ City იყო ყველაზე ისეთი დამაჯერებელი, მაგრამ მე თვითონ ხავდა დასუსტებული Wolverhampton-ი, კუნია წავიდა, აიტნური City-ში გადავიდა და უკვე იქიდან უტევდა გვაჩვენეს ეს განახლებული City ხო, რასაც გვპირდებოდა გვარდიოლა, რომელსაც მთელი სამწვრთნელო შტაბი გამოიცვალა, ტრანსფერები გაკეთდა ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, რომლებიც ადრე ვთქვათ გვარდიოლას ფეხბურთთან არ ასოცირდებოდნენ, თქვათ, რეინდერსი, შერკი, აიტნურიც არა, ეს ესეთი კლასიკური ფულბეკია, ის უფრო კანსელო უნდა იყოს იქიდან ზინჩენკო ან ეგეთი. და City მითამაშა ისე საკმაოდ შთამბეჭდავდნენ განსაკუთრებით რეინდერსზე საუბრობს ყველა რეინდერსმა ანუ ტოტალური ნახევარმცველის პერფორმანსი დადო ხო ანუ 3 გოლში ჩანს მისი წვლილი ხო ანუ ჯერ როცა გაიარა ორ მცველში და საგოლე პასის წინა პასი მე თვითონ დააგვირგვინა კონჩეტევას ვაშორს არასამუშაო ფეხით და მე კიდე ერთი საგოლე პასი ჰოლანდზე და მოკლედ ეს ან მე აქამდე ბევრჯერ მithქვამს რომ ჩემთვის City არის ყველაზე საინტერესო პროექტი ამ სეზონის, იმიტომ რომ ეს არის რაღაც გვარდიოლა, რომელიც ეძებს რაღაც თავს ფეხბურთში თავიდან, ანუ რა შეუძლია გვარდიოლამ კიდევ მისცეს ფეხბურთს, ხო? ანუ ეს გვარდიოლა არის 21 საუკუნის მინიმუმ ყველაზე მნიშვნელოვანი წვრთნელი ფეხბურთში, რომელმაც დაიწყო ეს რევოლუცია 15 წლის წინ, რომელსაც შემდგომ ბევრი აყვა. ახლა თავად ამბობს რომ ტრენდებს უკვე სხვა თამაშია უკვე ტრენდული, ის ჩამორჩა, ახლა ის უნდა დაბრუნდეს ფეხბურთში და ფეხბურთმა მოკლედ მას შესთავაზა რაღაც ახალი ფაზლი და ისეთი ფაზლი რომ შარშან თავი დააკაწმინა. ეს City-ზე კიდე ერთი აუცილებლად იცი რა უნდა ვთქვათ, რომ აი გვარდიოლა ხო არის ისეთი მწვრთნელი, რომ არ შეუძლია რომ აი რაღაცები არ მოიგონოს. სულ რაღაცა უნდა მოიგონოს. ყველაფერი კარგად რომ მიდის, მაინც რაღაცას იგონებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს წაგებული ეგრე რომ რაღაცა სასწაული მოიგონა. როდრი არ თამაშია. როდრი არ თამაშია და სტერლინგი დააყენა. ცენტრალ ფორვარდი. ხო, რაღაცა სასწაული მოიგონა. წელს მე მგონი პირველი თამაშიდან გამომდინარე. ანუ ისე ითამაშა რომ არაფერი არ მოუგონია. სტანდარტულად ფეხბურთი როგორც არის, მე მგონი ითამაშა ეგრე. რომ ფლანგის მცველი მიდის და ეხმარება იქ ცენტრ ფორვარდი დგას და ელოდება ბურთს, აქეთ ყავს ვინგერი, რომელიც ძალიან მაგრად ითამაშა, ოსკარ ბოგმა,
მაგას ვთქვათ, პალმერი შეეწირა ოსკარ ბობის ნიჭს. არჩევანი ქონდა და ოსკარ ბობი არჩია კოულ პალმერს. თავიდან შეიძლება ცოტა ინანა მეორე სეზონიც, იმიტომ რომ შაშმელი სეზონი აი ძალიან საერთოდ არ თამაშია, ხო? სუტრავა ქონდა. ყავს 10-იანი ბერნარდო სილვას სახით რაღაც მთლად 10-იანი არ იყო, მაგრამ 10-იანს გავდა. რიანები ეგ და რეინდერსი. და რეინდერსი, რომელიც რაღაცას ანუ ჩვეულებრივად ფეხბურთი, არა გვარდიოლას გარეშე ფეხბურთი როგორც ვიცით, ეგეთი ფეხბურთი ითამაშა რა. და წინა გადაცემაში ვთქვი, რა მგონია წელს პრემიერ ლიგაზე? ხო, ან რაღაცა სუპერ იქნება და ან იმედაც როებაო, ამას გულს ხო? ეგ იუნაიტედზე ვთქვი. მე მგონია, რომ მანჩესტერ სიტი წელს განათამაშს არ წააგებს პრემიერ ლიგაში, შეიძლება ფრეც არ ითამაშოს. ალბათ ეგ ცოტა ისეთია. პრემიერ ლიგაში სიგიჟე იქნება. როდრი თუ დაუბრუნდა თავის პრაიმში, რატოა სიგიჟე მითხარი? არა, სიტი მე მიმაჩნია რომ თავარი ფავორიტია. კი, თან ყველას დაავიწყდა. ხო, ანუ გაბრაზებულები, დასაკამბექებელი აქვს სეზონის შემდგომ мотиваცია, ეს ცვლილებები მგონია რომ სიტი ყველაზე ისეთი ორგანული სატრანსფერო კამპანია ჩაატარა, ანუ თქვენს რა გზით მიდიოდნენ, ჯერ კიდევ ზამთარში თქვენს რა გზით მიდიოდნენ, ზამთარში დაიწყეს ეს სატრანსფერო კამპანია და სწორად გააგრძელეს. ნუ თუ არის ორი საფრთხე, ნუ ერთი გვარდიოლამ თვითონ თქვა რომ სოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საწა მოგვეწევაო. კი. დაღლობის მხრივ, მაგრამ ეგ არავინ არ იცის ჯერ. მეორე, ავით ოქტომბერში თუ დააკლეს 90 გოლას სასამართლოს შემდეგ და მგონი მაგას პეპი ვერ ამოქაჩავს მაგ 90 გოლას. კიდე ორი საფრთხე ვიცი მე. ნუ დარჩენი ტრამვები ხო ეგ. თუ გაეტრამვა ნახევარი გუნდი როგორც პირობითაც შარშან მოუვიდა არსენალს. და კიდე ერთია თუ გვარდიოლას ესე არ მოეწონა და რაღაცა გამომგონებლობა დაიწყო და რაღაცამ არ გაამართლა. ხო, უბრალოდ იმდენად სისტემა შექმნა გვარდიოლამ ამ სეზონის წინ, თან ეგ სისტემა შექმნა სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ანუ ეს გუნდი უკვე კარგახანი ერთად ვარჯიშობს, სოფლიო საკლუბოზეც ერთად იყო, სეზონიც ახლა დაიწყო და ზოგიერთი გუნდივით ახლა არ წყვეტ სატრანსფერო პრიორიტეტებს. ამაზე ცოტა მოგვიანებით ისიც უნდა ითქვას, რომ როდრიგო თუ დაემატათ. ხო, მაშინ უკვე ძალიან ძნის იქნება. ძალიან მონსტროზული ხო, დამატება ვახსენეთ და ცვლილება კიდე რაც შეიძლება სიტიში ვნახოთ, პრინციპში ამ ბოლო 11 დღეში სატრანსფერო ფანჯრის ჯიჯი დონარუმა შეიძლება წამოიყვანონ PSG-დან, რომელიც თუ PSG-დან გაგდებულია, ასე ვთქვათ, და ნუ იმ შემთხვევაში თუ ამათმა დახურეს ტრანსფერი, რომელიც გულისხმობს ედერსონის გალათასარაიში გადასვლას, მაშინ სავარაუდოდ დონარუმა ჩადგება სიტის კარში და ერთიც ნუ ის არის, რომ როდრიგოზე ოცნებობს მანჩესტერ სიტი, თუმცა ნუ იქ ხაბი ალონსომ თქვა, რომ არ ვაპირებ გაშვებასო და მოკლედ ამ თემაში იქნება ძალიან საინტერესო ბოლო 10 დღე სატრანსფერო ფანჯრის. სხვა მხრივ დონარუმა არ მოვა. იმიტომ რომ აი დონარუმა ხო ყველაზე არა გვარდიოლური მეკარე. რა თქმა უნდა. გვარდიოლა 2 უშვებს პარის სენ-ჟერმენიდან, იმიტომ რომ არ არის საჩემო მეკარეო და გვარდიოლა 2 ხო არის რაღაც. უბრალოდ მან რა მგონია იცი, დონარუმას მანჩესტერს უზრდის ფასს ხო? ეგ არ ვიცი, მაგრამ დონარუმას სიტის PSG-ს ჯის, იმიტომ რომ ითხოვს ძალიან დიდ ხელფასს. და აქეთ სიტის მოყავს ჩემი აზრით დონარუმა, იმიტომ რომ არის ელიტარული მეკარე რა. დონარუმა რო იდგეს კარში, სიტის კარში ხა არ მგონია რომ გვარდიოლა ტრაფორდის იმედად დარჩეს რა. მე ასე ვფიქრობ და ჩემი აზრით ეგ ტრანსფერი მაინც შედგება. ხო, არ მე არ მივესალმები ამ ტრანსფერს მანჩესტერ სიტიში. კაი, დონარუმა ძალიან ოვერჰაიპდ მეკარეა ჩემთვის. მithქვამს ამაზე ძალიან დროც. ოკეი, მეორე საკითხი პრინციპში რომელსაც მინდა რომ შევეხო ძალიან მოკლედ არის მანჩესტერ იუნაიტედი. ბარემ დავრჩეთ რა. იმიტომ რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ითამაშა ტურის ცენტრალური თამაში, ძალიან ბევრი ცვლილების და ტრანსფერის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა ისევ წააგო, თუმცა ვერ იტყვი, ჩემი გადმოსახედით რეზის პირველი კომენტარი თამაშის მერე იყო ის, რომ უკეთესმა გუნდმა წააგო. ამორიმისაც ხო, და პლუს ისიც ვთქვით, რომ მე მგონი ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ის გოლი ჩვენი აზრით არ უნდა ჩათვლილიყო. ნუ მე არ ვიცი, ანუ გარინებულმა თქვა, რომ უფრო აგრესიულად უნდა გამოსულიყო მეკარე და მეკარის ბრალიაო. ანუ მეკარე თავის საჯარიმოში ცემეს, ვარზე გადაამოწმეს და თან წავიდა. ორი ხელი მოხვდაო ეგ თქვენ. ხო, ანუ თან ბაინდერი ბურთზე წავიდა, ითამაშა ბურთზე. ოღონდ აი გემრიელად რო ითამაშა ბურთზე, მაგის საშუალება არ მისცეს რა. ანუ ესე აწვევა, კაი, ცველი მცველს რო ესა თავდამსხმელი მცველს რო ესე აწვევა რაღაც მომენტში შეიძლება დახუჭო მაგას თვალი, მაგრამ
მეკარეს თავის საჯარიმოში რა მართლა ხო მე მეგონა რომ იცი რა ერთია რომ არ გააუქმეს გოლი მაგრამ აი როგორც მინიმუმ ვარზე უფრო დიდი ხანი უნდა შემოწმებულიყო რა ეგრევე რომ კადრი როცა გადავიდა და ბურთი უკვე გათამაშებული იყო გამიკვირდა ეგ იმიტომ რომ ცოტა უფრო დიდი ხანი ველოდი მაგ გოლის განხილვას რა და არა მე მეგონა რომ უკვე всё გაუქმდა და მე რომ მივხვდი რომ ცენტრიდან იყო დაწყებული ხო მაგრამ მაგ შემთხვევაში იკა გამოვიდოდა ეს მსაჯი და გამოუცხადებდა მთელ სტადიონს რომ attacking foul-ის გამო გოლი გაუქმდა და პირდაპირ გათამაშებულზე გადმოხდა კადრი რეზი აქ ვოლზის შემადგენლობა გახსენდა ეს ვოლფი გადავიდა ახლა ნუ ვოლფი გელი გადავიდა მგლებში იცი პირველი წინადება რა თქვა პრეს კონფერენციაზე აუ ძალიან მაგარი რაღაც თქვა გელი ვეფხზე და ლომზე სუსტია მაგრამ ცირკში არ გამოდის ესე იგი ხუმრობა იმაშიც არსებობს UK-ში ეს სხვა შორის მე ვფიქრობ რომ წელს ვოლზი გავარდება კი შეიძლება მე მგონია რომ ბრედფორდიც მიყვება ბრედფორდიც მიყვება რეზი მანჩესტერი არსენალზე დაგვაბრუნე ჩავალ ბრედფორდსაც იუნაიტედი კარგი იყო სივრცეებზე კი ძალიან კარგად უტევდნენ ანუ ბიუმო და დორგუ გარბოდნენ ზურგს უკან კუნია და ბრუნო კრავდა თამაში კუნიას რაღაც გარღვევები იმედია ძალიან ბევრს ნახავთ ბერკამპის მაგია მოაქვს ჩემთვის მომენტებში ისე თამაშობს ძალიან მაგარი იყო ნუ მინიმუმ პრესი მსახურებდა იუნაიტედი ამ თამაშში პლუს ბრუნო უკვე საყრდენად ითამაშობს ორი საყრდენიდან ერთ-ერთია და ნუ ეს ამას აკეთებდა ამ ორივე სპორტინგში სადაც პედრო გონსალო შემტევი ფეხბურთელი ყავდა საყრდენ ზონაში და აზღვევენ როგორ რომ გარე ცენტრალური მცველები ადიან ხან შოუადიო და ხან იორო და პლუს კაზემირო იყო მე უგარტე მოცულ თუ ფორმაში არიან მათ შეუძლიათ დიდი სივრცეების დაფარვა მოკლედ მე ვფიქრობ იუნაიტედი ვიცი ამ სეზონში თავისუფლად იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგისთვის ერთკვირიანი სათამაშო ციკლები ექნება ევროტურნირი არ ელოდება უკვე ჩანს რომ ნუ შემტევი ტრიო რაც იქნება ბიუმო შეშკო და კუნია და ნუ ვიცი საინტერესო ეფექტურ მე უბრალოდ ერთი რაც მაშინებს არის მარჯვენა ლატერალის პოზიცია რომელიც ვიცი მთელი ზაფხული ველოდებოდი რომ რაღაცას იზამდნენ დიოგო დალო ნუ არ ვიცი ცუდი ფეხბურთი და დალო თქვა რომ იმდენად ისაო იმდენი ისეთი კარგი წინა სასეზონო შეკრება გავიარეთ რომ უკვე თვალდახუჭული თამაშობთ თუ რაღაც თვალდახუჭული ხვდებით რომ რა კომბინაცია და გავათამაშოთ მაგისთვის არაფერი არ შეცვლა ის თვალდახუჭული თამაშობდა მე იცი რა არის დიალოზე ამბობენ რომ უნდა იყოს მაგრამ დიალო ძალიან გახსნილი ფლანგი იქნება ხო ძალიან შემტევი ფლანგი იქნება მაშინ მე იცი რას მივაქცია ყურადღება მაზრაუიც დალო სტილია რა დალოს მე იცი რას მივაქცია ყურადღება რაც იმან თქვა რუბენ ამორიმმა თამაშის მერე თქვა რომ ამ თამაშითო დავამტკიცეთო რომ ნებისმიერ გუნდის დამარცხება შეგვიძლიაოდა ანუ აქ როგორი თამაშიც ითამაშა მანჩესტერმა ანუ ეგ აზრი ვაფშე არ არის საერთოდ არ არის აზრს მოკლებული რა იმიტომ რომ ყველა გუნდის დამარცხება შეგვიძლია არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ გამოვალ და ჩემპიონები გავხდებით. ეგრე არსენალმა წინა სეზონში იმას მოუგო სიტის ორივე თამაში მე მგონი ეგრე მახსოვს, მაგრამ და ჩემპიონი მაინც ვერ გახდა. ეხლა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი ის რაც არის მიზანი, რომ წინა სეზონი აბსოლუტურად ჩააგდეს, ეხლა ბუნებრივია უნდა დაბრუნდნენ ჩემპიონთა ლიგაზე და სტატისტიკით ძალიან მაგრა დაჯობა, ეხლა მაგას უყურებდი ზუსტად 22 დარტყმა ქონდა კარისკენ, 7 კარში და ამ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა რაია. ტოპ თამაში ქონდა მეკარეს, თორე მართლა არ იმსახურებდა ამ თამაშის წაგებას რა. ნუ იქ XG-ზე ამბობენ რომ შედარებით თვითონ მიხელას ხოლმე არ არის, მაგრამ ნუ არსენალის XG დაწერა კალაფიორის გოლმა, იმიტომ რომ ხაზიდან შეაგდო. ხო და პლუს კიდე ერთის დაამატე რომ უბრალოდ აი არსენალისთვის იდეალური სცენარით წავიდა ყველაფერი. ანუ ყველაზე კარგი არსენალი რა ვითარებაში არის, ის ვითარება დადგა უცებ რა რომ არსენალს ხო აი კატენაჩო და ეს იტალიური ფეხბურთი რაც არის პრაგმატული ფეხბურთი ყველაზე კომფორტულად არსენალი მაგას თამაშობს. ეგრევე თავიდან გავიდა გოლი რაღაც კუთხურიდან დედა როგორ გაუკვირდა და გასაკვირია. ხო მოულოდნენ. და მე ჩასხდნენ დაცვაში და გაწურეს 1-0. ხო უბრალოდ პრობლემა ის იყო არსენალის რომ არსენალის თავარ სიზუსტად სეზონის დასაწყისში ითვლებოდა რომ კონჩეტები არა აქვთ. ანუ კარგ პრესინგს თამაშობენ, ინტენსიურობა აქვს, ბურთს მოიპოვებენ თუ არა, ანუ რაღაც მეორე არიან PPDA-ით, ანუ პრესინგის ინტენსივობით და აი პრესინგის მოპოვების შემდგომ დარტყმაზე რომ მიდიხარ, არიან მე-18. ანუ და დიოკარეში მოიყვანეს, იმიტომ რომ აი დიოკარეში ყველაზე კარგად იხსნება ზურგს უკან და რაღაც. უბრალოდ აქ რაც ემართებოდათ იყო კონჩეტევას როცა იწყებდა არსენალი, ბურთს თუ კარგავდა, ეგრევე სახიფათო კონჩეტევას იღებდა. აი დორგუმროძელს გაარტყა ეგ მომენტი, ბურთი დაკარგეს და ეგრევე გაუშვეს, მანამდე იყო კიდე 5 წუთი ადრე რომ რაღაც 5-5-ზე უტევდნენ და
აი ახლა მეგონა რომ გოლს გაიტანენ თქო და უკვე რაღაცა 2 წამში აქეთ იყო 2-2-ზე შეტევა და აი რაღაც ანუ არადამაჯერებლად ითამაშა არსენალმა მე მარტო კაი ჰავერცი მომეწონა მაგ თამაში ერთი ხო ისე შემიძლია თქვა რომ აი ნორმალურად შემოვიდა დანარჩენი დიოკერეს ცუდი დებიუტი ქონდა დიოკერეში TikTok-ზე მეუბნებოდნენ რომ ძალიან კარგი იბრძოლა და რაღაც არც უბრძოლა და იცი რა თითქოს დიოკერეში ბოლოს სასაცილოდ კარგავდა უკვე ხო აი შოქში იყო რა ის კუთხურის ალმისკენ რომ მიიღო ბურთი და ახედა საჯარიმოს ჩავაწოდებოდა ჩააწოდა აუტოზე გადავიდა ბურთი აქეთ შოქში იყო და კიდე ერთი კაცი იყო პირველ ტურში შოქში გულისხმობ ვირცი ხო გადავიდეთ ლივერპულზე მოკლედ შემოვიტანე ტექნიკურად ეგ საკითხი ხო ვირცაც არ ქონდა ისეთი კარგი დებიუტი, უბრალოდ ვირცი კარგად მოძრაობდა, ეგ მაინც ქონდა რომ ან თან სივრცეებს უხსნიდა თანაგუნდელებს. ნუ ლივერპულის პრობლემა ამ სეზონში არის ის რომ არის ცნობა Sky Sports-ელები ერთმანეთს. არ Sky Sports-ზე იყო ძალიან კარგი გრაფიკა აჩვენეს რომ გასულ სეზონში 38 თამაში გაუშვა 2 გოლი კონჩეტევიდან, ამ სეზონში 1 თამაში გაუშვეს 2 კონჩეტევიდან. და ეს კონჩეტევიდან ამ თამაში არ გაუშვეს გოლები კრისტალ პალასმა ამით დატანჯა. წინა სასეზონო შეკრებებზე, თამაშებზე ამით იტანჯებოდნენ. და უკვე სლოტმაც დაიწყო ლაპარაკი რომ აი ეს rest defense-ი, ანუ როცა შეტევიდან უნდა გადავიდნენ რაღაცნაირად დაცვაში, ნუ საერთოდ არ მუშაობს გუნდში, დაიწყო უკვე ფეხბურთელების კრიტიკაც რომ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, სობოსლაის მოხდა, სალაჰსაც მოხდა მეორე გოლის ეპიზოდში, უნდა ჩაეწოდებინა ვან და დაერტყაო და კატპიკ დააგორა ბურთი ეგეთ. საჯარიმოს მისადგომთან თან 15 წუთი იყო დარჩენილი 2-1 გებდა ლივერპული და 8 კაცი შევარდნენ საჯარიმოში და ბოლოს 4-2-ზე utevda რაღაც. მე მგონი იმას პლუს ბოდიში რაზე იყო კიდე, ნუ გრაუნბერგს რაღაცნაირად დაალაგოს და რაღაც ძალიან ბევრი შემტევი იყიდა ლივერპულმა, ანუ ყველა შემტევი იყიდა და ცოტა ბალანსი მოირღვა. აი პელეგრინის სიტი თუ გახსოვთ. ხო. აი იმ სიტიმაც მოიგო მაშინ ჩემპიონატი, ანუ მაგრამ ნუ კომპანი მთელი სეზონი წუწუნებდა რომ არავინ არ გვეხმარებაო დაცვაში და აი რაღაც მე მგონი ეგელოდება ბანდაიქს და კონატეს. მე მგონი გრაუნბერგის გარეშე თამაში ძალიან გაუჭირდება რა პრემიერ ლიგაში. მით უმეტეს რთული გასვლები რო იქნება გრაუნბერგს. ეხა რეალურად გრაუნბერგს შვილი შეეძინა და იმიტომ არ არის ტრავმა ან რამე. თან დისკვალიფიკაციაც ქონდა აქ. წინა სეზონის ბოლო თამაში გააგდეს და მე მგონი უფრო დისკვალიფიკაცია იყო აქ მიზეზი. იმიტომ რომ კრისტალ პალასთან არ ითამაშა იმის გამო რომ მამა გახდა და აქ მე მგონი რომ მაკალისტერსა და სობოსლაის შორის შიდა კონკურენცია წავა ვინ იქნება, იმიტომ გრაუნბერგი ისეთ სეზონი ქონდა შარშან რომ აი მცველების წინ უშუალოდ ვინც იმ კონშეტევის ჩაშლაზეა ორიენტირებული, წესით მან გრაუნბერგი უნდა იდგეს და ის უნდა ვთქვა თუ ეჭველი რომ არსაიდან ფედეკიეზა ხო გოლი გაიტანა. გამოანათ ისე გამიხარდა და ისე მიყვარს საერთოდ კიეზა როგორც იტალიელი როგორც ექს-იუვენტუს ფეხბურთელი რომ თან წასვლასთან იყო ძალიან ახლოს და ეხა უკვე დაიწერა რომ არ წავა. აქ რომ მოვდიოდი დაწერა რომ აგენტი ეუბნება სლოტს რომ აგენტმა უთხრა ლივერპულს რომ არ წავა. სლოტთან ძალიან კარგად არისო, ფანებთან კარგად არისო, გუნდელებთან კარგად არისო, რჩებაო. ხო ლივერპულის შეტევა ძალიან ისე ძლავრია, მაგრამ აი ბალანსი ჯერ ანუ გუნდი არის თავიანთ ასაწყობი რა. უბრალოდ ინდივიდუალურად იმდენად მაგარი მოთამაშეები ყავს, რომ ბორნმუთთან რამდენი ნუ ბორნმუთს ხო დაცვა საერთოდ გამოუცვალეს. 4 შარშან 4 კაციდან 3 შეცვლილია. მაგას თავი დაანებე, ნუ სენესი გასაგდები იყო. იქ სასწაული იქნა. ხო და თავიდანაა ლივერპულის ასაწყობი. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და აი სალაჰი და გაკპო რომ მაგრად პოულობს რაღაც უჯრებს საჯარიმოში მაგის ხარჯზე მოიგო რა. ლივერპულს აქვს მე მგონი ბოდიში კიდე გადაწყვეტინა და ორი გზა აქვს რა, ანუ გუნდმა მოიგო გასულ სეზონში ჩემპიონობა, მოიგო დამაჯერებლად და 4 ძირითადი ფეხბურთელი დაიმატა. ანუ ფრიმპომი, კერკეში, ვირცი და ეკიტიკე. ანუ თან ეს არის კერკეში მაგრადათრიეს მე. ანუ ეგ რაღაც ისეთი ის არ არის, მე მიყვარს ხოლმე შედარება ისეთი ტრანსფერი არა, იმ ბაპე რომ მოვიდა და ჩამოანგრია ყველაფერი შარშან. ანუ ყველა შეიძლება ჩაჯდეს, მაგრამ ყველას აქვს რაღაც მიკრო დეტალი, ანუ ფრიმპონგის პატიპაჟია, ვიდრე ტრენტი, ვირც მარცხენა ნახევარ ფლანგზე უყვარს თამაში, ადრე იქ თამაშობდა სობოსლაი, რომელიც მარჯვნივ გადადიოდა და სალაჰს ეხმარებოდა. ეგეთი რაღაც დეტალები არის რაცა დასარეგულირებული. მოკლედ ლივერპულს აქვს ორი გზა, ან არიან ვიზიონერები რაღაც, რომლებიც დინასტიას შექმნიან ახლა და გადაულიან ყველას რამდენიმე წლის განმავლობაში, ან მაგრამ იქ არის რაღაც ეკიტიკე მომეწონა ძალიან. ეკიტიკე კაი ფეხბურთელი. უბრალოდ მეგონა პრემიერ ლიგაში ესე თუ დაიწყებდა თითქმის ყველა ბურთი კიდე შეგაგაცხადა. არა, მე იმას ვამბობდი, რომ აი ბორმუთის დაცვა რაც ახსენე, კი ბატონო, გამოიცვალა მთელი გუნდი, მაგრამ პირველი ის 37 წუთი, რომელიც რეალურად 0-0 იყო, მშვენივრად იდგა
ბორმუთის რა რეალური საგოლე მომენტი გახსენდება? ნუ წითელი იყო იქ მანამ. ნუ ახლა ეგ სხვა საკითხია და პლუს ეგ გოლიც ეკიტიკეს გოლი შეცდომას მოყვა. ხო. თორე აი ეს დიაკიტე, ბაფოდე დიაკიტე, რომელიც ბორმუთს ყოდა, პირველი თამაში იყო ბორმუთში. ანუ დებიუტი ყოდა ტურმასაც, ტრუფერი. ეს რენიდან მოვიდა კა. ხო, ბორმუთს უყვარს თურქულ იმაზე, თურქულზე კი არა, ფრანგულ ბაზარზე გასვლა ზოგადად. ანუ შარშან სმითიც აქ ხო არ იდგა სმითი. არ იყო. იტან იყო. არა, ვიღაც სხვა მახსოვს ფლანგზე. ხო. დამტროულებში ნახე, აბა იქნება გქოს. დალეწილებში. ნუ ბორმუთის დაცვა უკვე ისა ბრენდად იქცა, იმიტომ რომ მაღალ პრესინგს რო თამაშობს, ეს ფეხბურთელები ავტომატურად მზად არიან რაღაც ტოპ გუნდებში გადასასვლელად და ყველა ტოპ გუნდში წავიდა. ხო, არა, მაგარი ტრანსფერები. ხო, ისიც PSG-ში გაყიდეს მცველი, რეალში გაყიდეს მცველი, კერკეში, ლივერპულში. კარგი, მე მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, თუ ჩვენი საუბარი მოგწონთ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მოდი ჩელსიზე და ტოტენჰემზე ვისაუბროთ. მოკლედ ხვალბათ ჩელსი ძალიან სვარკა იყო, აი. ჩელსიზე არ ვიცი. მარტივად ვიტყვი, რაც პარის სენ-ჟერმენს მოუვიდა ტოტენჰემთან, რომ ერთი კვირის დაწყებული ქონდათ ვარჯიში და დადიოდნენ მოედანზე და იგივე იყო, აი 1-1-ში ჩელსი მოუკვდი, თან მონატრებული. ჩაჩი ერთი ამბავი გქონდა, რომ აი როგორც იქნა დაიწყო, რომ შაბათ კვირას ფეხბურთს უყურა და აი ჩელსის თამაში იყო, რომ აი მეთქი ნუ აი გადარჩე სადმეს. ხო, ანუ საერთოდ არაფერი არ გამოსuliet. ასების რუკას თუ ნახავთ კატასტროფა, ანუ თან იცი რა არის ვაფშე. შელები და კაისედო აგორავებენ ერთმანეთს ბურთს, პალმერი და პედრო საერთოდ მოწყვეტილია გუნდს. პალმერის 10 მეტრში ვერ აკეთებდა პასს ცარიელში. ენცო შოქში იყო. ოფიციალურად. პლუს მიზეზი არის ის, რომ ხრივ კოლველი აკლდათ, ლავი აკლდათ, ანუ ეს რომ გაერღვია ეს დაცვითი ბლოკი და პლუს ნუ პალას კარგად იცავს თავს რა, 5-2-3. აჩამპონგმა ყველაზე კარგა, ანუ კოლულის დანაკლისს მე მგონი ყველაზე ნაკლებად იგრძნობოდა, იმიტომ რომ კოლუს პასი აქვს კარგი და ხო და აჩამპონგიც იგივეა, ოღონდ ნუ მაინც ახლა ჯერ პატარაა 19-ისაა მე მგონი, მაგრამ ისო მაგრად იდგა რა პასებსაც ნუ ჩერმოგდა, მე მგონი ბოლოსკენ შექმნა რაღაც მომენტები ხო? ბოლოს უკვე კრისტალ პალასი თამაშობდა რომ მოდი არ წავაგოთ. და თან გადაიღალნენ ეს ებერიჩიეზეც გაიყვანეს, რომელიც სხვა შორის ტოტენჰემში გადასვლასთან ახლოს არის, სარიც დაიღალა და მოდი გავზრდოთ რა. მაგარი გოლი გაიტანა საჯარიმოდან, ეზენ გახია და კედელში. ეგ წესი არც ვიცოდი. მე არ ვიცოდი, ხო? მე მგონი ახალი წესია თუ ძველი ანუ 1 მეტრში უნდა იდგესო მოთამაშე 1 მეტრზე ახლოს არ უნდა იდგესო მოწინააღმდეგე კედელთან. და ნუ სანამ ეზე შეეხებოდა ბურთს, დაიძრა გეჰი, წაიღო კაისედო და ნუ იმან ძალიან ძლიერი დაარტყა თან და სხვა შორის მეკარის ბრალიც იყო მანდ. ხო, მაგრამ მე მგონი რომ ანუ თქვა მეკარისკენ არ წავიდა, ოდნავ. ბიჭო, ძალიან ჩქარა მიფრინავდა ბურთი, ანუ რა ძალით დაარტყა, ეგ მე დამოვიწყდა. არა და სიმბოლური იქნებოდა, ეს იქნებოდა ეს სავარაუდოდ ბოლო გოლი კრისტალ პალასში. თან ბოლო შეუხებელი ასისტი. კი ბატონო, თან ტოტენჰემს არ უყვარს ჩელსი და მშვენიერ საჩუქარს გაუკეთებდა. ერთმანეთს ის იქ რა მოხდებოდა, მაგრამ ჩელსის კარში გოლი ტოტენჰემის ფანებს უეჭველი გაუხარდებოდათ. ეს პრემიერ ლიგის ჩემპიონატი ფენტეზის თამაშს მოვიგებდი. ხო, სანჩესი მშრალად ვერ შეინახა. ფენტეზი ახსენა ირაკლიმ და აღწერაში მითითებული იქნება ჩვენი კოდი, სხვა შორის საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთო, ხო? და მოგიწოდებთ იმას, რომ ჩაერთოთ, რეზი ჯერჯერობით ვერ ჩავრთეთ, კერავთ ამ საკითხზე. მაგრამ მე და ირაკლი ვართ, კიდე დაგვემატნენ ბიჭები და გოგონებიც შეიძლება და მოკლედ მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ. ტოტენჰემაც საკმაოდ კარგად დაიწყო, მოგვეწონა ყოველ შემთხვევაში. ძალიან სიტის მერე ალბათ ყველაზე მეტად ტოტენჰემი მომწონს. მეორე გოლი ნახეთ. ანუ ფინიშინგი ხო ნანახი გაქვთ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც ანუ ფინიშინგს თეთრ ფორმაში. იქ ხო ყვითელში ნახეთ და ეხა თეთრი. ანუ ფინიშინგს დავიანებეთ 17 პასი გაკეთე მანამდე და ყველა ფეხბურთელი შეეხო ტოტენჰემის ბურთს. ანუ 11-ვე შეეხო ბურთს, ანუ კომბინაცია იყო მაგარი. მესამე გოლზეც მაგარი კომბინაცია იყო. მოკლედ ფრანკი ყველაზე მოქნილი მწვრთნელია მსოფლიოში, ანუ 3 დღით ადრე პარის სენ-ჟერმენთან 5 მცველით ითამაშა და პირველი 70 წუთი ჯობდა პარის სენ-ჟერმენს და სტანდარტებზე აქცენტით და ნუ ვერაფერი ვერ შეუქმნა ლუის ენრიკეს გუნდმა და ნუ მე ბარნეს გადაუარეს ესე დომინანტურ, შემტევ, ლამაზ სტილში. მოკლედ მომდევნო ტურში ტოტენჰემი სიტია. უფრო სიტი ტოტენჰემია და აი, კარგი თამაში იქნება. გადაულიან ტოტენჰემს. ხო, ისევ ძალიან კარგად ითამაშა მუჰამედ კუდუსმა და რა არის, იცი, ტოტენჰემს მედისონი ხო აკლია. კულუშევსკიც აკლია. პლუს თუ სავინიო გაიფორმეს და ეზე თუ გაიფორმეს,
ძალიან კაი გუნდი შეიძლება მივიღოთ ტოტენჰემისგან, რომეროც დარჩა კაპიტანია ახალი არგენტინელი, სული გული. სამინიო ცოტა მეზედმეტება მე პირადად. მაგრამ ეზე ძალიან კარგი იქნება. სამინიოც არა ცუდი. ცუდი არ არის. მარცხენა ფლანგზე კარგი ფეხბურთელია. მე მგონი აი ბრენან ჯონსონი აშკარად რაღაც ძალიან ტოტენჰემის კაცია, ძალიან ტოტენჰემში კარგად თამაშობს რა რაღაცნაირად. ბრენან ჯონსონი შარშანაც მე-12 კაცი იყო, სულ შეცვალზე შემოდიოდა და ეხაც მე მგონი მაგ როლს დათანხმდება. სპენსის თამაში როგორ მოგეწონა? სპენსი უდოჯერო დაბრუნდება ალბათ. მეც დიდი იმედებით არ უყურებთ ჯეტს. სპენსი იყო აი. ბიჭო დაცვაში ერთ-ერთზე კარგად იდგა, რამოდენიმეჯერ ბანლი მე უპირატესობა 2-1-ზე შეუქმნა და ორ კაცად ძალიან კარგად დაუდგა. უბრალოდ აი პასი რო ქონდა გასაკეთებელი, აი სახელი ეტყობოდა რომ რაღაც მომენტში ლოცულობდა რომ მერტო მივიდეს ეს პასი. ხო, სავარაუდოდ საშინელი პასი. ბარნლიც ვულზის არ იყოს. ბარნლი გაყვება ვულზს და ბრედფორდს. მაგრამ ის უნდა ვთქვათ რომ კაილ უოლკერი თამაშობს ბარნლში. კი. და უკვე ის მისი წყალს რო იმაშება ხოლმე, უკვე გააკეთა ტოტენჰემს. თან ყოფილ გუნდზე თამაშებოდა ხო ტოტენჰემს? ბარნლის ვაშერს ისეთი კლინშიტების რეკორდი აქვს მოხსნილი ჩემპიონშიპში და რაღაც, მაგრამ ვინც ეხმარებოდა ექსიტის კარებში იდგა. ხო, და კიდე ერთი იქ ევერეჩიეზეზე ხო ვთქვით და აქაც ერთი ახალი წესი ისტორია დაწერა დუბრაუკა. ისტორია დაწერა დუბრაუკა, რომელიც ფენტაზიში 4 მილიონი ღირს და თუ იმას არ ყავთ გირჩევთ რომ იყიდოთ. და მე სკამზე მიზის? მეც შემდეგ ტურს ჩააყენე, კარგი თამაში აქვს. მეგონი ევერტონს ხვდება, ვის ხვდება არ მახსოვს, ნახავ. 8 წამი გაიჩერა ბურთხელში და თან საჯი როგორ უთulis კალათბურთივით? და ცოტა ვერ მიხვდა საჯმარა დაუსტვინა. მაგრამ მე კუთხური ჩააწოდეს მიხვდა რომ ოი ახალი წესი. მაგ წესზე არსენალიც ცდილობდა ბაინდერი წინ უდგებოდნენ ფეხბურთელები ბურთი არ შეეტანა იქნებ კუთხური მოეპოვებინათ კიდე ერთი და ხო არსენალს რო არჩევინო შეიძლება კუთხური ურჩევნია პენალტს და შეიძლება რომ უეჭვე პენალტს როგორ უნდა ურჩევ ვინ დაარტყავს იქ პენალტს საკა ჩააწვდის კუთხურს და დიოკერეში იქნება სპაშერს ახალი პენალტისტი სავარაუდოდ 12-12 ეგ წინა სეზონში რა სიძახი კი ბატონო. არა და საკას მოყოლას სანამ გადავალთ მეორე ნაწილზე გადაცემის ერთი რაღაც მინდა ვთქვა. შემდეგ ეპიზოდს კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ ჩავწერთ სახელოსნოში. იქ მთავარი სასაუბრო თემა ბუნებრივია იქნება საქართველოს და თურქეთის მოახლოებული მატჩი. საერთოდ საქართველოს შეკრება, იმიტომ რომ აგვისტოს ბოლო მოდის და უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაც გვეცოდინება და მოკლედ მთლიანად ვაპირებთ რომ ეგ გადაცემა დაუთმოთ ჩვენს ნაკრებს. და მეორე თემა რისი თქმაც სურდა არის ის რომ როდესაც ეს ნაკრებების თემა ჩაივლის მოკლედ და სექტემბერში დაბრუნდება ჩემპიონთა ლიგაც და ყველაფერი მე უკვე გადავალთ რაღაცა სტანდარტულ ჩვენი გადაცემის იმაზე რომ ტურის ან ჩემპიონთა ლიგის ტურის ან შიდა ჩემპიონატების ტოპ თამაშებს ამოვიღებთ და სკრინები რომელიც მოგენატრათ განსაკუთრებით რეზის სკრინები დაბრუნდება და იმასაც ვიტყვი რომ ძალიან ბევრი სიახლე გვექნება სექტემბრიდან მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ალაიქეთ ჩვენი ვიდეოები რომ არაფერი გამოგჩეთ და სურვილი სამებს შეგიძლიათ გამოგყვეთ TikTok-ზე და Facebook-ზე. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს მოვიდა ჩვენი დრო. ეს შეგიძლია გახო. სერია იწყება ამ უიკენდზე და შესაბამისად გვინდა რომ რამდენიმე სიტყვით ხა ბევრ დეტალებში მთლად არ შევალთ, იმიტომ რომ არც არის სასაუბრო დროიდან გამომდინარე ბატონო ირაკლი. სერიას ტრანსფერებზე გვინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრი გულშემატკივრისთვის სერია არის საყვარელი ჩემპიონატი, მაგალითად ჩემთვისაც, იმიტომ რომ გუნდებსაც ბალეში ყოფს და საერთოდ იტალიური გუნდებიც მოგწონს და მოკლედ დავიწყოთ რა, რომელი გუნდით დავიწყოთ? მოდი მოქმედი ჩემპიონით დავიწყოთ, ნაპოლით. კაი. ხო, ნაპოლი იყო არატრადიციულად აქტიური ამ სატრანსფერო ბაზარზე. ძალიან ბევრი ტრანსფერი გააკეთა, პრინციპში პირველი ის უნდა ვთქვათ ალბათ რომ ოსიმენი გაყიდა. აიღო ოსიმენის 75 მილიონი და ოსიმენი წავიდა ჩვენს მეზობლად თურქეთში. ძალიან დიდი იზარზე იმით დახვდნენ და იქ დარწმუნებულიო რომ მაგრა ითამაშებს. და ეს 75 მილიონი ნაპოლიმ გამოიყენა ძალიან ჭკვიანურად. გააძლიერა დაცვაც, შეტევაც გააძლიერა პრინციპში ლორენცო ლუკა იყიდა. მაგრამ თავარი სათქმელი ნაპოლიზე არის ის რომ დაიმატეს კევინ დე ბრუინი. რას ველით რომელმაც რაღაცა ჯერჯერობით ამით მიკროფონი არ დაფარო. რაღაც ჯერჯერობით ვერ დაიწყო დე ბრუინმა დე ბრუინულად. ხო, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი წინდა. ხო, და მეკანეზეც მაგარი კონკურენცია აქვს უკვე ნაპოლის. მილინკოვიჩ-სავიჩი იქნება უკვე კარებში ალბათ. იქნება? კი, ამარა. მიგელ გუტიერესი ყიდა ძალიან მაგარი ფეხბურთელი ჟირონადან. მარცხენა მცველი. კი.
ანუ მართლა ისეთი. უბრალოდ მე არ ვიცი კონტეს რამდენად ჭირდება, ეგეთი ლატერალი ეგ არის რაღაც აი ცრუ იყო მომენტები, როცა თავდამსხმელის პოზიციაზე დგებოდა ხოლმე ჟირონაში. ეპიზოდების მიმდინარეობისას. ხო დაემტრა ლუკაკუ და ძალიან ესეთი ჭკვიანი ფულბეკია, რეალის გაზრდილია, ნახევარფული, მგონი ამ ტრანსფერიდან რეალს ჩაერიცხა და მოკლედ საინტერესო ფეხბურთელი, მე მაინტერესებს კონტე როგორ გამოიყენებს. ლუკაკოს მაგალითად ითამაშებს, აი ლუკა. ლუკა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე დაბრუნდა მაგ ტრამვით ნაპოლი. და რამდენიმე ვარიანტს განიხილავსო, ზირკზე მანჩესტერმა დაბლოკა, არ გამოუშვებთო. ჰოილუნდი ერთი ვარიანტი, ლაჰოვიჩია მეორე ვარიანტი და შენ გეცოდინება ლეჩეში რა თამაშობს კრისტოვიჩი ცხრიანი. აი ეგ არისო მესამე ვარიანტი. მოკლედ ძალიან ჩქარი რო. ხო, და დარტყმა აქვს ძალიან ძლიერი და მოკლედ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ნაპოლი უეჭველი გაიფორმებსო ფორვარდს, იმიტომ რომ 4 თვემდე იუქმებს ლუკაკუ. და ეს ნიშნავს ფაქტობრივად იმას, რომ ლიგაზეც არ ეყოლება 2025 წელს საერთოდ არ ეყოლება და ჭირდება იმ ლორენცო ლუკას, ლუკაც სუპერვარსკვლავია ვერ ვიტყვით, ხო, უდინეზედან წამოვიდა, არაფერი განსაკუთრებული. სტილით გავს ლუკაკოს, ანუ იმ როლს შეასრულებს, რასაც ანუ ყოიყო მასში საუბარი, რომ აი ლუკას მოიყვანა თუ დარვინ ნუნიესზე იყო მაშინ ერთი პერიოდი, რომ მოვა თუ არა ნუნიესმერი შობლობაში წავიდა. არაბულ დაბნოში, მაგრამ აი ლუკა სტილისტურად ყველაზე ისე ერთ-ერთი შემცვლელია თითქოს ლუკაკოსი და ანუ ამ ხრივ შეიძლება გამოადგეთ, ნუ ლუკაკუ კონტეს ქიმია ხე სხვა ისა ლეველი, მაგრამ ხო, რაც თავარია ნაპოლიმ შეინარჩუნა, ნოალანგი დაიმატა, კი ბატონო, თავისი სტარი შეინარჩუნა სერიას გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სკოტი მაკტომინეი, ძალიან მაგარი და დაცვა გააძლიერა სხვათა შორის. ბეუკემა იყიდა ბოლონიადან. ბეუკემა ძალიან კარგი ფეხბურთელია რა, ბურთთან მეგობრობს, შენობითაა ბურთთან. ამის მიზეზი არის ის, რომ ტიაგო მოტას ბოლონიაში თამაშობდა და მართლა კაი ბიჭია, ბურთის ამოტანა შეუძლია ძალიან კარგად და მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ბეუკემა უნდა გახდეს ნაპოლის ძირითადი მცველი და ხო, მარცხენა მცველი გააძლიერა, ნახევარმცველი მოიყვანა, თან დე ბრუინია ეს ნახევარმცველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი ეს მეორე ფორვარდს ვის მოიყვანს, იმიტომ რომ თლად რო ლუკა დადგეს ძირითადში, შემცველი მაინც ჭირდება, ხო? და ნახოთ მან ვის დაიმატებს. რასპადოვიც და სიმეონეც. ხო, მაგას ალბათ ეხა ნანობს, რომ ორივე გაყიდა. კი, და თან სიმეონე იაფად გაყიდა. ეს არის, მე მაინც კიდე ერთხელ გავიმეორებ, ჩემი პროგნოზე არის ის, რომ როგორც იქნა კონტემ მოიგო ჩემპიონატი, ატეხა ერთი ამბავი ტრანსფერები მჭირდებაო, მიუყვანეს ცხოვრებაში პირველად მართლა ტრანსფერები და ეხლა მგონია, რომ ძალიან ცუდ დღეს ჩავარდება, იმიტომ რომ კონტე ამას შეჩვეული არ არის, რომ რაღაცა ფეხებს აბაკუნებს და ითხოვს და ვიღაცა უსრულებს. ხო, ნახოთ. და ნახოთ, ძალიან იმედი მაქვს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთით ნაკლები კონკურენტი გვეყოლება, იმიტომ რომ ისედაც ჩვენი გაგვჭირდება. ეხლა გავარკვიოთ თქვენ ხართ თუ არა კონკურენტები, თქვენ ხართ თუ არა საჩემპიონო ბრძოლაში და გადავიდეთ არც ისე აქტიურ სატრანსფერო ფანჯარზე ინტერს. არც აქტიური არ ეთქმის, რატო? აბა ვინები დაიმატეთ მოგვახსენე? სუჩიჩი დავიმატეთ. კი ბატონო. ლუის ენრიკე დავიმატეთ. წვრთნელი ის ფეხბურთელად აქციის. ხო. მარსელიდან წამოიყვანეს მარჯვენა შემტევი ეთქმის მაინც. სახელი და გვარითაც შემტევია ლუის. ბონი დავიმატეთ. პარმადან. ბონი დავიმატეთ პარმადან. ლუკმანი ვერ დაიმატეთ. ლუკმანი ეთყობა ძალიან არც მინდოდა თორე დავიმატეთ. მეც ეგრე ვფიქრობ სიმართლედ. პალასიო დაგვიბრუნდა. როდრიგო პალასიო? არა, ძველი პალასიო. როდრიგო პალასიომ რო თქვა, ინტერში გადავიდა ბოლონიადან თუ ჯენოადან. ის ხო ქონდა თმა მისი სანამ სკუეტოს ვერ მოიგებო, ამას არ მოვიჭრიო რა. 8 წელი იგებდა ზედიზედ იუვენტუსი და ის ისე წავიდა ინტერიდან, რომ ის ვერ მოიგებდა. ინტერდა კი არა, კიდე აქ. ეხლა კალადომს თამაშობს, ხო, ვიცი. არ ესპანეთში ან არგენტინაში. ახო თუცებ, შენ გააგზელე ინტერის საუბარი? ხო და ინტერი დღეს წავიკითხე სხვათა შორის, რომ იმას შვება, რა ქვია, 90 მილიონს დახარჯავს კიდე სექტემბრამდეო. სანამ დაიხურებო. ნუ იტალიურმა გუნდებმა ბოლოსკენ მოიტოვეს რა მილანის გარდა. ხო, იმიტომ რომ ანუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ბევრად უფრო იაფდება ფეხბურთელები, ბევრი მოშორებაზეა. თან სეზონის პიკი არ არის, რომ აი დამთავრდა და ყველა ფორმაშია და ვაი, მან ძალიან მაგრად ითამაშა და რაღაც ცხელგულზე უფრო ძვირი ღირს რა მოთამაშეები და ეხლა ნელ-ნელა უკვე იაფდება. კონე სასწაულები ხდება იტალიაში. ჯერ ხო ლუკმანზე ერთი ამბავი ატყდა, ანუ ისაკის ამბავი გამეორდა. ლუკმანი არ ჩადიოდა, გუშინ ჩაფრინდა ატალანტაში, ინტერის ფანები დახვდნენ, ლუკმა ყვიროდნენ, მეთქი ვა გადმოვიდა თქო და
10 წუთიდან დაწერა ფაბრიციო რომანოვი, რომ რა მორჩაო რა. ნუ იქ უკვე პრინციპზე წავიდა და პრინციპს არ გადაახტა ინტერი და ანუ როდესაც ესეთ სიტუაცია ძირითად შემთხვევაში 10-დან 9 შემთხვევაში ტრანსფერი იხურება და ატალანტა იმდენად ვირზე შეჯდა რომ აი არაფრის დიდებით არ გავუშვა. მან იცი რა ხდება? ლუკმანი ყავთ მოყვანილი თუ სწორად ფულემიდან 20 მილიონად და პლუს აქვს იცი რა რომ შემდეგი ტრანსფერის მოგებიდან 30% თუ რაღაც დიდი პროცენტი აქვს რა არა ფულემიდან არა ბოდიში ლაიფციგიდან ხო ლაიფციგიდან და ფულემშიც იყო უბრალოდ ანუ დიდ თანხას უხდის უკვე ლაიფციგს იმისთვის რომ გაუშვას რა რომ გაუშვას sell on class ქვია მაგას შემდეგი ტრანსფერიდან აიღებს ფულს ყოფილი პროფიტიდან ხო ხო და მაგაზე მიდიოდა რომ 45-ს იხდიდა ინტერი და 45-ს თუ გადაიხდიდა ბევრად ძალიან ცოტა რჩებოდა რეალურად ატალანტას ქეში და მე უკვე რომ 50 გვინდაო რომ ცოტა მეტი და ბოლოს რავი რა ხდება არ ვიცი შეიძლება რომელიმე პრემიერ ლიგის გუნდმა წაიღო. ხო, საბოლოო ჯამში სხვა შორის ლუკმანი უარი რო თქვა ატალანტასთან ვარჯიშებზე, გაფრინდა ლონდონში. იქ იყო აგენტთან ერთად და ეხლა ლუკმანი დაბრუნდა და აგენტი ლონდონში დარჩა და პრემიერ ლიგურ გუნდებს ესაუბრებავდა. ნიუკასლზე ვამბობდით ჩაწერამდე შეიძლება ნიუკასლი იყოს ის გუნდი, რომელიც მარტივად გადაიხდის 50 მილიონს. სხვა მხრივ მაგათ ვინმე იყიდო. ხო, იშაკიდან გამომდინარე მით უმეტეს და სხვა მხრივ, რავი, ინტერზე თუ გინდათ რამის თქმა. ინტერზე აი გუშინ რასაც ვიძახდით, გუშინ out of nothing ჩხუბი ატყდა ჩახში. აი ინტერზე მე რეზი ინტერს დაარღვევდა რა სქემით აპირებენ თამაშს. კი უმაცარიც. კი დაგვიწერე კომენტარებში. სოფლის საკლუბაზე ინერციით იყვნენ 3-5-2-ით, გასაგებია. თითქოს არის საუბარი რომ 3-4-3-ზე უნდა გადავიდნენ, ამიტომ უნდა მოიყვანოთ ლუკმანი, მაგრამ ნუ რა ვიცი, მიწება აგერ რამდენიმე დღეში სეზონი და ჯერ არ ჩანს რა სქემით აპირებს ინტერი თამაშს. იმიტომ ეგ მაროტა რაღაც მოიფიქრებს სასწაულს. ო, ნახოთ. გაყიდვებს რაც შეეხება ინტერმა ატალანტაშივე სხვათა შორის გაყიდა ჟალევსკი. მაგრად გააკეთეს ფული. ფულიც გააკეთეს და პლუს ისიც დაიწერა რომ რაღაცა პოზიტიური ფონი შეიქმნა ატალანტასთან რომ იქნებ ლუკმანის ტრანსფერი გამოვიდეს, მაგრამ არ გამოვიდა. დაიკიდებენ და ედერსონს წამოიყვანენ ახლა. ედერსონს თუ შეიძლება ატალანტა ესე მარტივად არ ვიცი. რომ ედერსონი უნდაო ეს 90 მილიონი რაც არის და სავარაუდოდ თუ ედერსონი მოიყვანეს ეგ ნიშნავს რომ 3-5-2 ისევ რა. ხო. 3-5-2 და 3-4-3 ახსენა რეზიმ 3-4-3-ზე გამახსენდა ამ წყობით აპირებს სეზონის დაწყებას ჩემი იუვენტუსი, რომელიც აბსოლუტურად გაყინულია სატრანსფერო ბაზარზე. იუვენტუსმა ფული რეალურად დახარჯა, განა არ დახარჯა, უბრალოდ წინა სეზონის არენდები გამოისყიდა. გამოისყიდა ის მეკარე დი გრეგორიო, კალულუ გამოისყიდა, ჩიკო კონსეისაო გამოისყიდა, რომელიც სხვა შორის ძალიან კაია. და დუგლას ლუის გაყიდის შეიძლება უკვე დღესვე დაიხუროს ეს ტრანსფერი. არა, ოფიციალურად რომანოს ჯერ არ დაუწერია, მაგრამ ნუ შეთანხმება არსებობს. დაწერა მგონი. არა, დაუწერი. მაგრამ ამ ფულს, როდესაც აიღებს იუვენტუსი კოლომუანის დააბრუნებს, ის სიცხომ შრალი იჯარით იყო, ჯონათან დეივიდი დაიმატა იუვენტუსმა თავისუფალი აგენტი. 1-6 წელი ინტერი ჩალიჩება ჯონათან დეივიდს. ხო, რობოტი. თან ბუემოზე რო თქვი, დიდი უკანალი აქვს და მაგითი, ეგრეა ზუსტად დეივიდი. არ ვდგომს. ტარაკი. მაგად ესე იგი იკამა მოჭრაეთ და ეგ სიტყვა არის მოდა მე მგონი მაშინ. ხო, მე წყობა მომეწონა იუვენტუსის. ხა მე დიდად რაღაცა სასწაულ მოლოდინებს არ ვიქმნი, მიუყვები ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იუვენტუსი თლად კარგ სიტუაციაში არ არის ბოლო წლებია, მაგრამ მეგობრულ თამაშს ვუყურე ბოლო ორს ბორუსიასთან და ატალანტასთან და რაღაცა ჭკვიანური წყობის შთაბეჭდილებას ვტოვებს რა. ეს ჟოო მარიო, რომელიც ხო ჟოო მარიო გაცვალა კიდე ალბერტო კოშტაში, მარჯვენა მცველი და ეს კამბიასო არის ჩვენი მთავარი იმედი კენან ილდისთან ერთად გონებრივია და კენან ილდისის ნახვა ვისაც გინდათ 4 სექტემბერს აქ საკმაოდ ახლოს დინამო არენაზე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვერ ვნახავთ. იმიტომ რომ ეს ტრაუმა მოდი და ყველა ძლიერი აქეთ, მაგრამ ჩაკვერო არ ყავს. ხო და მოდი რა, იმათ ილდის და ტურანი დაემტროს და კაი ჯანდაბას. ტურანი ვინ არის? არ და ტურანი. არდა თურანი? არდა გულერი. არდა თურანი. რა გავიხსენე. უყურეთ ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. რეალ მადრიდს. თუ არდა თურანს ამბობ? არდა თურანი წვნის შახტარს. ირაკლი აზაროვის წვნელია სხვათა შორის და აზაროვსაც ვნახავთ იმედია იმ თამაში. ხო და ჩემ წელსაც ჩემოალა ჩალხანოღლუც გაიტრავნოს რა. ჩალხანოღლუც არა მოვიგოთ ნერვიულობის გარეშე. არა, მაგ თამაშზე უნდა ვინერვიულოთ, უბრალოდ აი იმ ნერვიულობაში უნდა მოვიგოთ რა.
არ ჯობია რომ არ ვინერველოთ და 4-0 მოვიგოთ. და მე განმეორებითზე ვინერველოთ და იქ მოვიგოთ პატარა ანგარიში. კი ბატონო. კაი, შემდეგი გუნდი იუნტუზებს თქვის პრინციპში სწრაფ-სწრაფად იმიტომ ჩავდივართ რომ სეზონი რო დაიწყება მე უფრო მეც ვისაუბრებთ ამ გუნდებზე რეალურად. მილანი ვახსენოთ მე მწვრთნელი რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება არის მასიმილიანო ალეგრი და მილანმა დანიშნა მწვრთნელად და ბევრი ტრანსფერი გააკეთა. ეს ბევრი ტრანსფერი გააკეთა ორი გაყიდული ფეხბურთელის ხარჯზე, რეინდერსი რომელზეც ვისაუბრეთ გაყიდა სიტიში და ტეო ერნანდესი გაყიდა იქით არაბეთში 25 მილიონად გაყიდა. რადგან ტეოს კონტრაქტი ეწურებოდა მომავალ წელს, ამიტომ მოუწია, თორე ალ-ჰილალი 50-საც პრობლემად გაისვრიდა. მილანმა რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დაიმატა სხვათა შორის და კიდე აპირებს იგლიტარემ თქვა, რომ საინტერესო ერთი დაიმატა. ვინ აბა? რიჩი. ლუკა მოდრიჩი დაიმატა. მოდრიჩი რაღაცა გენიოსი კაცი დაიმატა, რომელმაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად ითამაშებს. საინტერესო ფეხბურთელი კიდე არის იაშარი, რომელიც ბრიუგედან წამოიყვანა. ეს უკვე სამი დავაგროვე. არა, მოდრიჩი საინტერესო არ არის. მოდრიჩი უკვე ყველა მიცის, რომ ძალიან ხო და აი იტალიურ ფეხბურთში როგორ ითამაშებს, რატომაც არა, მე ვფიქრობ, რომ ეგ საინტერესო რაღაცაა. და კიდე აპირებს რომ ფორვარდი დაიმატოს, სხვა შორის იგივე ვლაჰოვიჩი, ჰოილუნდი ეს სახელები ტრიალებს მილანის გარშემოც, იმიტომ რომ უეჭველი ჭირდებათ. მოდრიჩს და დებრუინს დაეხმარებათ ის რომ იტალიაში დაბალი ტემპია. ძალიან დაბალი ტემპია და მათთვის ტაქტიკურად კი რთული ლიგა შეიძლება, მაგრამ ეგ მათთვის პრობლემა არ არის. ყველაფერი იციან ფეხბურთში და აი ეს დაბალი ტემპი ძალიან დაეხმარება ორივე მათგანს. რა ვიცი მილანზე ალეგრი არის რაღაც დონის ქვემოთ არ ჩამოვარდები რა. ალეგრი არის დეგენერატი. რაღაც დონის ქვემოთ არ ჩამოგაგდებს და რა ვიცი. აი მილანი. ესეთი ოპტიმისტური პროგნოზი იქნება რომ რაღაც ალეგრი აწყობს დაცვას და მოდრიჩი აწყობს შეტევას. და კიდე ერთი პროგნოზი რომ აი სოარკისის რო არა ქვია. ხო. ეგ მოიმარჯვეთ. მილანის ფანებმა ეგ მოიმარჯვეთ. ჯერ აი ნუ რა მოთამაშე შეტევაში ვინ მიიყვანეს საერთოდ ჰოილუნდი თუ მიიყვანეს ჩემს ბედნიერი კაცი არ იქნება. თუნდაც რა ვლაჰოვიჩი. ბურთის მიღება რო არის ის ეგეთი ფორვარდი. პულიშიჩი კარგია. პულიშიჩი კარგია რა თქმა უნდა. ლეაუ ბეკი არ მომწონს, მაგრამ ხალხს მოსწონს, მასებს მოსწონს. სანტიაგო ხიმენესიც იდეაში ცუდი ფორვარდი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ თამაშობს ამ მილანში. ჰოილუნდზე მეტად ერთადერთი მორატას ტრანსფერი გამიხარდება მილანში. ხო, მორატა კომო. წავიდა. ხო, კომო. ალვარო მორატამ ალვარო მორატას ისევ ეგონა რომ ყველა სატრანსფერო ბაზარზე უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამჯერადაც არ ჩამორჩა ტრენდს და გადავიდა კომოში. სხვა შორის მისი მეგობარი იქნება ის ფაბრეგასი ესპანეთის ნაკრებიდან და ითამაშებს რა. შეიძლება კაპიტნის სამკლაურიც აი აქამდე ვის შემოთვალეს არც ერთი გუნდი არ არის საინტერესო საყურებელი კომოს თამაშებს უყურეთ ხოლმე. ეგ გუნდები სახელები რა არიან უკვე. კი ბატონო, არა, ინტერი ძალიან საინტერესო კი უდედა რა. ინტერი საინტერესო იყო სანამ არაბეთში არ წავიდა და ის მწვრთნელი. ეგ მაგას ძალიან დამწოდა გული, მაგრამ არა უშავს ჩვენი გაზრდილი ჯერ მოთამაშე რა დეგენერატი იყო, ახლა მწვრთნელი რა იქნება. ქრისტიან კიუ აი კომო ნამდვილად საინტერესო პროექტია. კომო უნდა იბრძოლოს ევროპა თასებისთვის. ხო, აი შარშანდელი სეზონის ლაციო, ბოლონია და ესენი წელს წესით უნდა იყოს ორ გუნდზე არ გვითხოვს არაფერი. რომა ლაციო, დედაქალაქი. რომა, ლაციო და ატალანტაც. რომას ყველაზე უფრო მეშინია, იმიტომ რომ კასპერი. რა ვიცი, თიზერი მგონი ნახეთ იურიჩი როცა მივიდა რომაში. ანუ იგივე სტილი, პერსონალური, აგრესიული პრესინგი და აბსოლუტურად შეუთავსებელი შემადგენლობა ამ სტილთან და იურიჩმა როგორც დაამთავრა უცებ გამოაგდეს. გასპერინი, არ ვიცი, ადრე თუ პაპუგობეს დაძდებდა იქ სკამით ვარჯიშებზე, ახლა იბალას გაიქიდება სკამით, რომ რატო არ დარბიხარ პრესინგზე. ეხლა იბალა და რაღაც ძიმე სცენებს ველოდები. მე იბალას დაიმტროვა და სტეფან ელშარავი როდემდე მოიწონდა რომაში. აი მართლა მაინტერესებს. არა, რომა ძალიან რანიერის ხელში მართლა ერთ-ერთი ის იყო. კი. საინტერესო საყურებელი გუნდი იყო. იბალაზე, რა ვიცი, ტექნიკური და ესეთი დახვეწილი ფეხბურთელი იტალიაში კრებებს სოფლიოში ბევრი არ ვიცი, თუ ფორმაშია იბალა ჯადოქარია. მართლა ჯადოქარია. იღებს როგორ აჩერებს. არა, საოცრებები შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ ულტრამბო აქვს. ხო. ულტრამბო არ აქვს, აგერა გასპერინი მიხედავს ახლა. ნამ გასპერინი ჩაარტყავს კამს. დოუფიქს უშვებს ისე და ეგ უცოტა მეუცნაურა. ფერგიუსონი მოიყვანეს კი ბატონო, შემცველი ყავს, მაგრამ ძალიან მაგარი ტრანსფერია, ძალიან ბევრ გოლს გაიტანს. შენ მაგრად მოგწონს ეს ფერგიუსონი მაგრად. გვარის გამო? არა, რავი, წინა სეზონი არც ისე მენეჯერს თამაშობდა, იქ ყიდულობდი ხოლმე და ძალიან ბევრი გოლი გაქონდა. ხო, რომა ნებისმიერ შემთხვევაში გუნდი რომელიც მწვრთნელიც არის გასპერინი, უნდა იყოს საინტერესო. და ხო, უბრალოდ მეტი მაქვს რომ რაღაცა კავშირი
დაიჭერენ, თორე მე ანუ რომაც მომწონს, იმიტომ რომ ბევრი არგენტინელი თამაშობს, ნუ ბევრი რა, ის თამაშობს წინ მომწონს და ნუ გასპერენის როგორც თვითონი ძალიან მიყვარს და რაღაც რო გამოვიდეს მათ შორის, კარგი იქნება, მაგრამ რაცა ოპტიმისტური მოლოდინები არ მაქვს მოკლედ. აი და აი იურიჩი წავიდა, იურიჩი მივიდა ატალანტაში. ხო, იურიჩი მივიდა. ტიაგო მოტა. არა, იურიჩი. ტიაგო მოტა იუვენტუსმა ისე გაუშვა, რომ კაცშული არ ახსენებს ტიაგო მოტას. იურიჩი მივიდა ატალანტაში, ანუ იგივე სტილი შენარჩუნებული იქნება. უბრალოდ მან ტრანსფერების ერთნაირი მწვრთნელი იყო. ის სერია ატალანტა თავის იურიჩით, ტუდორით, იუვენტუსი და რომა გასპერენის ისა მოსწავლე. აი, უბრალოდ ატალანტამ დაკარგა რეტეკი. თან ოღონდ კარგი ფულიიშოვა, ხო, 68 მილიონი ჩაიჯიბა ატალანტამ. აი, ამ ფულის ხარჯვა უკვე დაიწყეს, ინტერიდან წაიყვანეს ჟალევსკი. მეტი პრინციპში ეს სულემანა გამოისყიდეს, რომელიც კარგი იყო წინა სეზონში, ლაზარ სამარჯიჩი გამოისყიდეს და სამარჯიჩის გოლი ნახეთ იუვენტუსთან? არა. აუ, ისე კარგად მოკეხა კალულუ კი არა, კოსტიჩი უფრო სწორად, აი ძალიან გემრიელად. მე მომწონს ეს ფეხბურთელი რა, ლაზარ სამარჯიჩი. იუვენტუსიც მინდოდა თავის დროს. ბრეშამინი წამოიყვანეს, ნუ მოკლედ მამამისი არ მომწონს თორე მაგას რას ვერჩი. ვისი? სამარჯიჩის მამა. აგენტია ხო მისი მეგობარი? ხო და გადასული დახურული ტრანსფერი ჩაშალა ინტერში. კი და წაიყვანა ატალანტაში. ხო, ატალანტას ფორვარდი ყავს მოსაყვანი უეჭველი და ტრამვისგან დაბრუნებულია რა. ვერსიებს გამოვიცნობ. ჰოილუნდი და ვლაჰოვიჩი. ვლაჰოვიჩი არ ვიცი მართლა გითხრათ. არ დაწერილა ყოველ შემთხვევაში. კაი, მეტი იტალიაზე ხო, რომაზე იმის თქმა მინდოდა რომ კონეს ტრანსფერზე აქტიურობდა ინტერი ძალიან და ჩაშალა სხვა შორის თვით ამერიკელმა პრეზიდენტმა მან იცი რა ჩაშალა. რომას სპორტულმა დირექტორმა შეთავაზა ინტერს კონე, კარგიო წამოვიყვანთო და პრეზიდენტმა დარეკა რომ აფლობელმა ამერიკელმა რომ არ მიდისო. და მე დავურეკეს ზევიდან დარეკეს. ზევიდან დარეკეს. ტრანსფერს არ ელწერი. კაი, დასასრულს ისიც ვთქვათ რომ ბუნდესლიგაც იწყება. ოღონდ დეტალებში არ შევიდეთ, ყველამ ვიცით ვინ მოიგებს. მაგრამ ბუდუზივზივაძე ყავს ისევ ბუნდესლიგაში, გოჩოლეიშვილი გიორგიც ყავს ჰამბურგში, სხვა შორის გერმანიის თასზე ძირითადში ითამაშა და იმედია რომ აქაც ძირითადში იქნება და დასასრულს ის მინდა რომ თქვა რომ მოდი ფენტეზიში ორჩევას კი, მე იმას ვიტყვი ოღონდ რომ არის შანსი რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ჩაკვე გადავიდეს ვალენსიაში და ხუთივე ტოპ ლიგაში ყავდეს ფეხბურთელი და ძალიან კაი იქნება. გითმო ფენტეზიზეც რაღაც ნელა-ნელა უფრო დახვეწილად გავაკეთებთ რაღაც რჩევას, მაგრამ ეხლა გირჩევთ რომ ვინც ფენტეზის თამაშობთ, სანამ დროა ჰალანდი როგორმე იყიდეთ სალაჰთან ერთად. მე მითხარი ეს პირველი აქ ვარ. ხო. და რეინდერსი სანამ ჯერ კიდე 5.1 მილიონი ღირს სანამ დროა იყიდეთ. და დაგვემატეთ ფენტეზიში აუცილებლად კოდი აღწერაში იქნება, გავერთოთ რჩევებსაც ირაკლი პერიოდულად მოგაწვდით ხოლმე და როგორც ვთქვით, შემდეგ გადაცემიდან ბრუნდებით სახელოსნოში, საუბრობთ ძალიან მაგარ მატჩზე, მატჩებზე უფრო სწორად საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება. მინდა კიდევ ერთხელ დასასრულს გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ასევე გეტყვით იმას, რომ ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს და რაც თავარია გიყვარდეთ ფეხბურთი. დროებით.